კაი. შო, გვიწერე. რაღაცა მინდა, რაღაცა კითხვა მაქვს, ოღონდაც არ ვიციათ. ვიცი ხო. ჩვენ მე ჩავეკითხე მაღაზიაზე მართლა. რაზე ჩემოპატარა? ამერიკის ელჩილ ბიზნესად. ამერიკის ელჩზე მე არ მაქვს თინასთან კითხავა, ეგ კითხვა მაქვს პეტრს. ანუ გამროგვიხარო ჩავიყვან მე ოპერატორებს ვეჭვე უთხარი და ჩაიყვანით ხო მაგრამ არ ჩაყვებით და რა ვიცი ეხა ვეღარ გვასწრებ შესვენება რო იყო იცოდი ხო კარგია, ნდებოდეთ. მოუჭრეთ ფორმულას მიკროფონები. ახალ გაქვს ერთ. ახალ გაქვს. შეგვიძლია, ხო ბიჭებო? რუსული პუტინისტური ცინიზმის მახასიათებელია სწორედ ის, რომ საკუთარი ცოდვა სხვას დააბრალო, ივანიშვილი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მილიონები და მილიარდები აინტერესებს და ეს გუშინდელ წერილშიც გამოჩნდა და სწორედ მისი მილიონობით თანხების გამო აშანტაჟებს, შანტაჟის ზენით ესაუბრება და სრულ იზოლაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამის გამო სრულ იზოლაციაში აქცევს ჩვენს ქვეყანას ასეთი პიროვნება ხარჯების არამიზნობრიობას ედავება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომლისთვისაც ფული და მატერიალური ღირებულება არასდროს მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რადგან მისი საქმიანობის მთავარი ამოცანა ხარბი ივანიშვილისგან განსხვავებით ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის განვითარება, წინსვლა და ევროპული მომავალი. ასე რომ
ეს სასამართლოს სხდომაც ამხელს ივანიშვილის რეჟიმს, მის პიროვნებას, მის ფასეულობებს და იმას, რომ სწორედ რუსულ სტილში საკუთარი ღირებულებათა შკალით მოქმედებს, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ძარცვა, გამდიდრება და მილიონები იმისთვის, რომ შემდეგ ამით აკონტროლოს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და მისი პაიკები, არამედ აშანტაჟოს ამერიკის შეერთებული შტატები, ამას აბრალებს პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანაში კორუფცია დაამარცხა და ეს ჩემი შეფასება არ არის, არამედ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების საყოველთაო შეფასება. მერიის პროცესიც არის ეს კონფლიქტზე იმყოფება უნგრეთში, სადაც გააკეთა ანტიდასავლური განცხადებები, თუმცა მის მიმართვაში შეიძლება რომ სანქციები ქართული ოცნების რეჟიმზე ნამდვილად აისახება და ეს ძალიან აწუხებთ ქვეყნის პოზიციიდან საუბრობდა, რომ შევაფასოთ ეს გზავნილები, რომელიც რეგლიკოპერტისგან კიდევ ერთხელ გაჟღერდა ანტიდასავლური ვიდეო. ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის რეჟიმის მსახურნი, როგორც ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ, თითქოს და სანქციები მათთვის უმნიშვნელოა. ახლა მტკიცდება ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ პერსონალური სანქციები ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, მოძალადეებზე, კორუფციონერებზე, პროპაგანდისტებზე მუშაობს და ამიტომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სასანქციო პოლიტიკა უნდა გააგრძელონ და გააფართოვონ და ჩვენ ძალიან დიდ ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურსს ვდებთ იმაში, რომ სწორი სიები შედგეს და სწორად დასანქცირდეს ყველა ის კორუფციონერი, პროპაგანდისტი, მოძალადე და ივანიშვილთან დაკავშირებული პირი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს შვილებს ართმევს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას და უბლოკავს გზას ევროკავშირისკენ, რომლის კარიც ახლა ისტორიული მოცემულობის გამო უპრეცედენტოდ ფართოდ არის გახსნილი საქართველოს გაწევრიანებისთვის. მერიის პროცესია დღეს გირავ არ გადაიხადა, ამოწეს სამართლოზე არ მივა, რასაც ჩვენებს მისი გადაწყვეტილებები რო შეაფასოთ და უნდა გადაიხადოს ხოლმე რას კი. დღეს არის? ხო გადადეს. არა, ხომ არა გაიხსნება პროცესი და გადაიდება. ну რაღაც როგორც დღეს პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ეგრეთ წოდებულ სასამართლოს სხდომაზე ვიხილეთ, საერთაშორისოდ კენგურუს სასამართლოებს ეძახიან, ასეთ საცირკო წარმოდგენებს, როდესაც წინსწრებად გადაწყვეტილი და გაწერილია პოლიტიკური მიზნობრიობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და არანაირი სამართლებრივი და კანონიერი მდგენელი პროცესში არ არსებობს. იგივე საცირკო წარმოდგენას ვხედავთ ნიკა მელიასთან მიმართებაში, სადაც პოლიტიკური მოტივით და კონიუნქტურით იხელმძღვანელებს ნებისმიერი ეგრეთ წოდებული მოსამართლე, რომელიც გამწესდება ივანიშვილის მხრიდან ამ კონკრეტული პოლიტიკოსის შემთხვევაში და ნებისმიერი სხვის, რომელიც უკვე ტყვეობაშია პრეზიდენტი სააკაშვილის, ზურა ჯაფარიძის, ირაკლი ოქრუაშვილის და სხვების მსგავსად, ან რომელიც შეიძლება მომავალში აღმოჩნდეს კისოსებს მიღმა და ამ სიაში ბუნებრივია ნებისმიერი ჩვენგანი ჩემის ჩათვლით შედის. გირავს არ გადახდაზე რას გვეთით? რა უნდა გითხრათ? სწორია, გადაწყვეტილება. წულუკიანზე რას მეტყვით? ადამიანი, რომელიც ერთი დღე ხელისუფლებაში არ ყოფილა, ვითომ იმ ხელისუფლების საქმიანობის გამო რა ციფრებს ჩავს. რასაც ჩვენოს ის რომ გირავ არ აი, გადახდაზე. წულუკიანი რასაც ჩვენებს. ეს მერიის პროცესია არის ჩანიშნული დღეს. რა ქვია, ერერო. რედაქტორს თხოვეთ, რომ აი გაუშვას თუ ძალიან უნდა ჩემი. ანუ გადაიხადა და გასცა პასუხი. არც მე გადავიხდი. აი ესეც გაუშვან თუ უნდა. რა თქმა უნდა, არ მივალ წულუკიანის ღალატის კომისიაზე და მიკვირს სხვათა შორის მისი პერსონალური ზიზღიდან გამომდინარე, რომელიც არაერთხელ მათ შორის საჯაროდ მისთვის მახასიათებელი ბოღმით სავსე კომენტარებში ძალიან ღიად გამოუხატავს პერსონალურად ჩემს მიმართ, რომ ქალბატონ წულუკიანს ამ დრომდე არ დაუბარებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე ქალბატონ თეა აგვიანებთ. და თუ დამიბარებს, არც ერთ შემთხვევაში არ მივა, არც ერთ შემთხვევაში არ გადავიხდი გირაოს, ვიმოქმედებ სწორედ ისე, როგორც იმოქმედა ზურა ჯაფარიძემ, რომლის გამბედაობაც, პრინციპულობაც, უკომპრომისობაც ჩემთვის ნამდვილად სამაგალითოა. ალექსანდრე ციხაძე სასამართლო დამუშავებისნო
და მაგალითად სამის საქმეზე რო ვფიქრობთ თქვენი პარტია რა ბოდიში ორი წამი მორჩეს всё ალექსანდრე ხაძიადანელი რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიტოცო და ჩასია მე რა საოცრება უფროსი განაშაულესმა პატრიოტების წამების საქმეზე თქვენმა პარტიამ უნდა იყოს და პასუხისმგებლობა რა საოცრებაა რომ სამთავრობო პროპაგანდა ბატონი რუხაძის დაფინანსებით და ხელშეწყობით, რომელიც ძალიან მალე გახდება ბრიტანული სანქციების სამიზნე და ამაზე ყველამ საერთო ძალებით უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს დროულად მოხდეს, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილება დროულად მიიღოს ბრიტანეთის მთავრობამ, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული არხი იმედი ინტერესდება ამ კონკრეტული საქმით, რომელზეც მე პირადად არაფერი ვიცი, მაგრამ არ ინტერესდება მაგალითად გელა გელაძის კარიერით და წარსულით, რომელიც გუშინ გაამწესეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. მე მინდა ვთხოვო იმედის ჟურნალისტებს და გადაწყვეტილების მიღებ პირებს უფრო მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ესმის, რომ თქვენ გაქვთ კონკრეტული კითხვები, რომელიც ვალდებული ხართ რომ დასვათ, რომ ბატონი გელა გელაძის კარიერითაც ასე ძალიან დაინტერესდა. მადლობა. თუ სწორად გავიგეთ, თქვენ ის ფრაზა, რომელიც თქვენ გსურთ რომ გაუშვათ თქვენს რეპორტაჟში, ვერ მიიღეთ. ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით. არ ვიცნობ თქვენ თქვის. ბურჭულაძის ინიციატივასთან არა, დგებუაძის ლოყის აწითლებად წამების ტოლფასია ბუნებრივია. გიორგი ბაჩაშვილის სტატისტიკაში დაგიხსნათ, რამდენად იკვეთება, რომ ისეთი სივანიშვილის ობიექტი გამომდინარე იმ ოპერაციიდან, რომელიც აიგებმა მის საქართველოში დასაბრუნებლად არავიჯერას უსის ვერსიის, რომ თითქმის მწვანე აბუდაბიდან ბაჩაშვილი დაბრუნდა. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ეს იყო მუხთარლის რევერსი, ასე ვთქვათ, ანუ ემირატებთან სამწუხაროდ იყო ერთგვარი გარიგება და პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაც თავიდანვე ამაზე მიუთითებდა, იმიტომ რომ მათთვის ამგვარი საერთაშორისო პოზიციები ძალიან მნიშვნელოვანია და შემიძლია დაგიდასტუროთ ჩემი დიპლომატიური გამოცდილებითაც, იმიტომ რომ მიმუშავია ასეთ საერთაშორისო კამპანიებში. და მოხდა გარიგება გაცვლა, რის საფუძველზეც გადმოსცეს ივანიშვილს და შემდეგ აქ ვითომ აიყვანეს ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაში. ეს არის კიდევ ერთი დასტური, ყველაზე მნიშვნელოვანი, ხა გარდა იმისა, რომ ადამიანი საპრობლემში აღმოჩნდა უდანაშაულო, ეს არის გზავნილი ივანიშვილისგან, რომ მისთვის ფული ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი ფული, მისი კაპიტალი, მისი მილიარდები ერთადერთი ეს ამოძრავებს ივანიშვილს, ეს ჩანს მის დამოკიდებულებაში და მოქმედებებში ბაჩიაშვილთან მიმართებაში, იმ შანტაჟის წერილებში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უგზავნის, რომ ჩემი ფული დამიბრუნეთ და შემდეგ დავждები მოლაპარაკების მაგიდასთან. აი ასე მარტივად, პრიმიტიულად, უბრალოდ, მაგრამ ქვეყნისთვის დამანგრევლად უდგება საქმეს ივანიშვილი, რომელსაც არაფერი აინტერესებს საკუთარი ფულის გარდა. გამორიცხავთ, რომ ბაჩიაშვილი დამშავალი არ ჩაუდენია და მართლაც ჩამოვიდა, რომ ეს დაკავება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არის შემდგარი და დამშავი ისჭება შეფასებას გადაიჭერს. რაც შეფასებაც მაქვს ბაჩიაშვილზე მოგავს. შემდეგი ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით მობილური არჩევნების ჩატარების თაობაზე უერთდებით, აი ეს სიახლე ხომ არ არის და ზოგადად როგორია თუ მმართველობის არჩევნებზე თქვენი გადაწყვეტილება? თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული სპეცოპერაცია, რომელსაც ივანიშვილი გეგმავს, რომ ჩაატაროს მორიგჯერზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერანაირად გახდება ქართველი ხალხის თავისუფალი ნების ამსახველი, თუ ფუნდამენტურად არ შეიცვალა თამაშის წესები, კალანდარიშვილი 1-ის, კალანდარიშვილი 2-ით ჩანაცვლება ფუნდამენტურად თამაშის წესების შეცვლას არ გულისხმობს და მოიაზრებს. ამიტომ აუცილებელია რეალური თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელთან ერთადაც ბუნებრივია შეგვიძლია ასევე ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მე მოხარული ვარ, რომ მათ შორის სალომე ზურაბიშვილი პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალის სახელით იგივე პოზიციას აფიქსირებს და ადასტურებს,
რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სპეცოპერაციაში ივანიშვილის თამაშის წესების შეცვლა იქნება სრულად მიუღებელი და იქნება იმ დიდი ეროვნული მიზნების მტრობა, რომლის გამოც ადამიანები ციხეში იმყოფებიან და რომლის გამოც ადამიანები მრავალი თვეად განან ქუჩაში. ახლა კოლეგებს მინდა რომ მაგრა გძემა. ეხლა ამოგვიდება პეტა და აი ჩავიდეთ რა იგი ჩავედით რა ახლა მიზანი არ სამარცხვინო არ არის? კაი, ძალიან სამარცხვინო არ არის? მაგას რომ მარტო 9 წელი შეუფარდეს. არა, სამარცხვინო ის არის, მე კითხავს რომ უსვამ და კითხავში რომ მეჭები რა ვიცი. გაცემული ქონდა და მე ჩემი კითხვისთვის ვიწყები და პროსტა ვთქვი. მე შოთ ჩაგეჭერე. ეს საქმე მიყურებ და ამას მე ჯერ მე მიხდი რა ამ რა თქვია შენ?